ხელოვნება ალბათ დამეთანხმებით იმის გარდა რომ უნდა იყოს უამრავი რაღაც კომპონენტი შეიცავს, უნდა იყოს ინდივიდუალური. ვინც ქმნის ამ ხელოვნებას, თქვათ რეჟისორი ან მომღერალი ან ნებისმიერი, უნდა კონდეს თავის სამყარო, არ უნდა გავდეს შენ სხვას, ხო მართალია? თან რაც უფრო არ გევხარ, მით უფრო გამორჩეული ხარ. ანუ რაღაცა ქვა რო არის დედამიწაზე ცოტა, ის ძალიან ძვირია. რაც უფრო ბევრია, ის ნაკლებად ძვირფასია, ხო მართალია? ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ იგივეა ხელოვნებაში. ნუ ეხა მე მეუბნებიან, მოდი გადაიღე სერიალი ან რა გადაიღე ჩვეულებრივი ფილმი, რასაც დააფინანსებს ვინმე ან რაღაცა იყო შემოთავაზება. იცი რა არის, არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი დიდი მასწავლებელი მე მყავდა დიდი მე მხატვარი ვარ პირველ რიგში და მხატვრობიდან დავიწყე ეს რეჟისურა თუ შეიძლება ესე ითქვას. კადრების დახატვა ალბათ ჯერ პირველ რიგში და ხო და ჩემი მასწავლებლები მეუბნებოდნენ რომ გადაუხვევ გზას, შენ გონია დაუბრუნდები შენ იმას, ის წავა მერე პოიზდ. წავა. ამიტომ არ გეგონოს რომ ეს ადვილია რომ მოდი ახლა ჩვენ დავარღვევთ, უღალატებთ და ის დაგელოდება, ძალიან გეშლება. არ დაგელოდება. ამიტომ თავარს უნდა მიაქციო ყურადღება. ხო, გასაგებია, ბევრი ვერ იღებს და ვერც უნდა მიიღოს. მე კი არა, მართლა გენიოსები, ვან გოგმა 2 ნახატი გაყიდა. 2 ფერდი. მე ვინა ვარ? ფიროსმანის ჩვენ საზოგადოება თენგიზ მირზაშვილზე მე ფილმი გადავიღე და ძალიან ახლო ურთიერთობა ისედაც გქონდა ბავშვობიდან და მეუბნებოდი რომ ილია ჭავჭავაძემაც კი არაფრად არ ჩათვალო ფიროსმანი. ილია ჭავჭავაძე ხო უყურებდაო არა? იმ დროს მოღვაწეობდა ფიროსმანი, ამხელა გენიოსი მხატვარი. ანუ ახალი რასაკვირველი არ უნდა რომ მიიღოს საზოგადოება, ის იქნება გასაკვირი საზოგადოებამ რომ მიიღოს. კინოლექსები რომ იშვიათი შემთხვევებია რომ იღებს საზოგადოება. მე არასდროს არ მინდოდი რომ გამხდარიყავი მოდური რეჟისორი.